როგორც იცით, 2013 წელს ქალბატონმა მარინამ გაჩეჩილაძემ სერგო-ქობულაძის სახელოსნოში წამოიწყო კვლევითი პროექტი, რის შედეგადაც ცენტრს გადმოეცა მხატვრის არქივი. ფოტოზე სწორედ სერგო-ქობულაძის არქივში მოძიებულ ნამუშევრს გადავწყვეტ. და იმედი გქონდა, რომ ჩვენ ამ არქივში აღმოვაჩენთ სერგო-ქობულაძის თეორიულ ნაშრომს ოქროს კვეთის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ეს ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს. როგორც ვიცით, ამ ნაშრომის ორი ვარიანტი არსებობდა, ერთი გაიგზავნა მოსკოვში, ხოლო მეორე დარჩა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და ამ არქივში ნახეთ წერილი, სადაც მოსკოვიდან მას პასუხად მოწერეს, რომ შეუძლებელია ამ ნაშრომის შეფასება შესაბამისი კადრების არარსებობის გამო. ამ ნაშრომის შესახებ არსებობს ზეპირი გადმოცემებიც, როდესაც მხატვარ თემოგოცაძეს ვესაუბრე, გარდაცვლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე. მან ითქვა, რომ სერგო-ქობულაძემ შექმნა მხატვართა და არქიტექტორთა და ასევე სხვა სტუდენტთა ჯგუფი და მათთან დაიწყო ოქროს კვეთის განხილვა. და დამტკიცდა, რომ მოიძიებდა ამ განხაზებს და ასევე ჩანაწერებს, თუმცა ეს ვერ მომხერხდა. ასევე ამის შესახებ ჩვენი ინფორმაციას ვიხულობთ კერამიკოს რომლად ცოცხლთან ჩაწერილი ინტერვიუში, რომელიც ჩაწერა და ის იხსენებს, რომ ერთხელ სერგო-ქობულაძე და დავით ციციშვილი, რომელიც აკადემიაში ასწავლიდა ოქროს კვეთას, აივანზე იდგნენ და საუბრობდნენ. მეც იქვე ვიდექი, რაღაც საქმის გამო მივედი და ვუთხარ, შეიძლება მე რაღაც ვკითხულობ. აი მცირე ოქროს კვეთის ფუნქცია, რომ მე წიგნში ვნახე მისი აგების წესი და სწორია თუ არა, მაინტერესებს და იქვე დავუხაზე. ბატონი სერგო დიდი თვალებით მიყურებდა, რადგან მხატვრები იშვიათად ინტერესდებოდნენ ასეთი საკითხებით. მაშინ მითხრა, მე თითქმის დავამთავრე ნაშრომი ოქროს კვეთაზე და მალე ალბათ გამოვცემ. თქვენ თვითონ წეთის ჯვარზე ამტკიცებდა, რომ ირაციონალური პროპორციით იყო გაკეთებული, სულ თვითონ იწვევიათ და თავისი ხელით. თოკით გაზომა ყველაფერი, სიმართლე, სიგანე, მუშაობდა ატენის ანგელოზის ფიგურაზე, ამბობდა, რომ ჩვენთან ამ საუკუნეებში თამარის დროს უკვე იცოდნენ რა იყო ოქროს კვეთა, ისინი ამ პროპორციების საშუალებით მუშაობდნენ. როდესაც გაიგო, რომ ეს საკითხი მაინტერესებდა, რამდენჯერაც ნახავდა, გამაჩერებდა და მელაპარაკებოდა ამ საკითხზე. როგორ მუშაობდნენ ძველი ოსტატები, თავად ძალიან ბევრს იკვლევდა ამ საკითხს. ამიტომ იმ მცირე თეორიულ მასალასთან ერთად, რაც მოვიპოვა, შევეცადე მიმომეხილა ნახაზები, სადაც განხილულია ოქროს კვეთის პროპორციები. თეორიული მასალის ამონარიდებმა ჩვენამდე მოაღწია ვლადიმერ კანდელაკის მიერ 1928 წელს გამოქვეყნებული წიგნის სახით სერგო-ქობულაძე ოქროს კვეთა, ასევე იდენტური ტექსტი ანტიკური და შუა საუკუნეების ზეთა კომპოზიციური აგების შესახებ. მცირე რედაქციით მოვიძიეთ თამაშ ჭყენტელის თარგმანთა 2003 წელს გამოქვეყნებულ კრებულში. კანდელაკის წიგნი სამენოვანია, ქართული, რუსული, ინგლისური და უფრო დიდი ნაწილი დათმობილი აქვს ნახაზებს. სამწუხაროდ ნახაზებს თან არ ახლავს განმარტებები, რაც მის გარდავალ ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის. ასევე ნახაზებში არ არის დაცული მასშტაბი და თვითონ გარკვეული მსჯელობის საშუალებასაც არ გვაძლევს ნახაზების მიღებით. თავად ტექსტი სამი თავისგან შედგება, უпростоრად მისი მონაკვეთებისგან, რადგან ხშირად წინადადებები ერთმანეთს აზრობრივად არიან. შესაძლოა ეს თარგმანის სიტუვითაცაა განპირობებული. თავად სერგო-ქობულაძემ ეს ნაშრომი რუსულად დაწერა. ვფიქრობთ, რომ ვლადიმერ კანდელაკის წიგნში მოყვანილი ტექსტის რუსული ვარიანტი ორიგინალია, ორიგინალთან მიახლოებული. ამიტომ ქართული თარგმანის ტექსტი შევადარეთ მას და გამოიკვეთა, რომ ქართულ თარგმანს მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი მონაკვეთები აძლია. აღსანიშნავია, რომ ქობულაძეს საანალიზო მასალა მხოლოდ ისტორიულ ასპექტში არ აინტერესებდა, არამედ მის გამოყენებას თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დარგში გეგმავდა, სწორედ ამ კონტექსტში განიხილავდა ოქროს კვეთას. პირველ თავში ქობულაძე აქამდე არსებულ მიდგომებს უპირისპირებს ერთმანეთს, ტრადიციულ ირაციონალურ შეფარდებებზე დაფუძნებულ გეომეტრიულ სიმეტრიას, ან ოქროს კვეთას და ვიტრუვიუსის კანონის პირდაპირ ან უშუალობით განვითარების
შედეგად მიღებულ არითმეტიკულ ან მოდალურ სიმეტრიას, შემოქმედებით ინტუიციას, ხატულობას სტატობასა და ტექნიკურ სისტემას. სისტემის ქობულაძე განიხილავს როგორც ტექნიკურ საშუალებას, იერარქს, რომელიც აწესრიგებს და აკონტროლებს კომპოზიციას, ანუ ნახატს. აგების შემოქმედებით პროცესს. აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიციას და ნახატს და ეს ტერმინი შემოქმედებითი ხდება რუსულ ვარიანტში, ქართულ თარგმანში კი ის უგულებელ ყოფილია. კომპოზიციას ის ორ სახედ გვისახავს. ერთი, როგორც კანონიკური, კანონზომიერი კომპოზიცია, თუ კი მისი აგების დროს გარკვეულ სისტემას ემორჩილებოდნენ, ძირითადად ორგანზომილებიანი სიდიდეების, სწორკუთხა ველების შეფარდებით აგებდნენ და მეორე თავისუფალი ოსტატური მხატვრული, ანუ იმპროვიზირებული კომპოზიცია, მეცნიერული ესთეტიკა. როგორც ერგო ქობულაძე წერს, კომპოზიციური სისტემა ჟანრული ხელოვნების ზოგი დარგისთვის, პორტრეტული და პეიზაჟური ჟანრისთვის მიუღებელია. თუმცა საინტერესოა მაშინ რა მნიშვნელობა ენიჭება ფერს, შუბს და სხვა ხერხებს. ნაშრომის პირველ თავში ქობულაძე საუბრობს თანამედროვე ხელოვნებაზე. მაგალითად, თუ მოვყვანთ ჯექსონ პოლოკის აბსტრაქტულ ნამუშევრებს, იქ წონასწორობა მიღწეულია სწორედ ამ ხატული ხერხებით, მაგრამ როგორც ჩანს, ქობულაძე განასხვავებს წონასწორობას და პროპორციას. ქობულაძე გვთავაზობს ხელოვნების ისტორიის საკმაოდ საინტერესო განვითარების ხაზს. არქაულ ხანაში პროპორციის საიდუმლო ფორმებს ჰქონდათ ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მკაცრი იყო კონტროლი, მით უფრო დეტერმინირებული იყო პროცესი, მაგალითად ძველ საბერძნეთში და აქ ის განმარტავს ტერმინ დეტერმინიზმში, რაც გულისხმობს. ეს უწოდებს კომპოზიციის სტრუქტურულ წინასწარ განმსაზღვრელ პროცესს, ანუ სიმეტრიის სისტემათა ბუნების არსს. წინარე ელინისტურ საბერძნეთში მოქმედებდა გეომეტრიული სიმეტრია, რომელიც კვლავ გაწოცდა ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში, ხოლო არითმეტიკური სიმეტრიის ჩამოყალიბება სწორედ ელინიზმის დაცემის ხანაში ხდება და მის მახასიათებელ ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ. შემდეგ ის განვითარდა ბერძნულ-რომაულ ხელოვნებაში და აღორძინდა რენესანსის ეპოქაში. დეტერმინიზმისგან განსხვავებით, სადაც შემოქმედებითი ინტუიციის თავისუფლება ყანონის ტექნიკური სიზმენის დაძლევის გზით მიმდინარეობს. წინა პლანზე იწევს იმპროვიზაცია. კლასიკური ბერძნული ძეგლების მაგალითად მხატვარი ასკვნის კანონიკურ ხელოვნებაში კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის შემდეგ ენიჭება კომპოზიციას შემოქმედებითი ინტუიციის ესთეტიკური ღირებულება. ციტატა: ძველი ეპოქის ძეგლებში ჩვენ ხედავთ მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს, რომელიც ძველთათვის დამატებით ღირებულებას წარმოადგენდა, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ და მხოლოდ შედეგი იყო ძველი ოსტატის მიერ გადაწყვეტილი ყველანი კონკრეტულ ტექნიკური ამოცანისა, რომელიც ფართო და მაღალი მნიშვნელობით გაგებულ ხელოვნების ხელოსნურ ასპექტს ახასიათებდა. ასე რომ ადამიანი ოსტატი ხდებოდა მაშინ, როცა მისი ხელოვნება ნიჭის ძალითა და შემოქმედებითი ინტუიციის მეშვეობით ოსტატობად გარდაიქმნებოდა, რაც ხელოვნების ეკვივალენტურია. ციტატის დასასრულს. რაც შეეხება იმპროვიზაციის ტენდენციას, გაუთვალისწინებულისა და შემოქმედების ელემენტებით, როგორც თავად ერგო ქობულაძე ახასიათებს მას, ის ბაროკოს ეპოქაში ჩნდება, კლასიციზმის ეპოქაში კი თავისუფალი ინტერპრეტაციის მოდულური სისტემა დაკარგდა. ახალი დროის შედევრებს ერგო ქობულაძე შემოქმედებითი ინტუიციის შედეგად მიღებულ ჰარმონიულ კომპოზიციას უწოდებს. სიმეტრია, რომელიც კომპოზიციის შინაგან სიმეტრია, რომელიც კომპოზიციის შინაგან სტრუქტურას წარმოადგენს, მიზანშეწონილია, თუ კი იგი გარეგნულად გამართლებულიც იქნება. შემდეგ რუსულ ვარიანტში ვხედავთ ამ ციტატის გაგრძელებას. ამ უკანასკნელ საკმარისად შეიცავს იმპროვიზაციული კომპოზიცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგნორირებულია ხშირად ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი სიწმინდის პროცესის გამო. ხატრულობის ან შემოქმედებითობის პირდაპირ მიზნად მიღწევისა და არაშრომის იგივე საშუალების ტენდენცია ასუსტებს რეალისტური ხელოვნების პოზიციას. ზემოთქმული დასტურდება ისეთ არსებულ კანონიკურ ხელოვნებაში, როგორიცაა კლასიკური ბალეტი ან ინსტრუმენტული მუსიკა, ხოლო საფუძველ ხელოვნებაში ეს გარემოება შორსაა დამაჯერებულისგან. ამის მიზეზის ტექნიკური სიღარიბეა. ხელოვნების ნიმუშის შექმნის დაწყება ისეთივე უასოა, როგორც მეცნიერული აღმოჩენა, ის გაკეთების დაწყება. ციტატის დასასრულს. ქობულაძე აღნიშნავს, რომ უნიფიცირებულმა სისტემამ ძველი ძეგლების პროპორციების გაზომვამ და შეფარდებამ დააჩქარა და გააიოლა ნაწარმოების შექმნის პროცესი.
ფაქტია, პოპულარზე ერთმანეთისგან ასხობებს სიმეტრიას და ესთეტიკას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთისგან და ალბათ უფრო მეორე პირველისგან გამომდინარეობს. ისტორიული დისკურსის შემდეგ ავტორი ასვლის ციტატა. ასეთებად ყოველი კომპოზიცია თანაზომადობისა და რიტმის პრინციპს ემორჩილება, მაგრამ ინტუიციის შესაძლებლობა ნებიწოდებული თვალით კომპოზიციის აგების შესაძლებლობა ფრიად შეზღუდულია. ხოლო გაცნობიერებული აგება, რომელიც სიმეტრიის კანონებს ემორჩილება, ინტუიციას უთმის უმდიდრეს სამოქმედო არის, რადგანაც ეს სისტემა მოჩვენებით ესთეტიკურ ნორმებს კი არ ეყარება, არამედ მას საფუძვლად უდევს ზუსტი მეცნიერების ობიექტურად შეცნობადი კანონები. სერგო კორბუაძე განხილავს არქიტექტურასაც. ძველად სივრცითი ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნის მეთოდები, ან უტილიტარულ და დიდაქტიკურ მოთხოვნილებათა გათვალისწინების გარდა მოჩვენებით ესთეტიკურ ნორმებს კი არ ეყრდნობოდა, არამედ პროპორციულ შეფარდებათა კონკრეტულ ობიექტურად შეცნობადი კანონების ფუნდამენტურ საფუძვლებს. მისი აბსტრაქტული ფორმების შინაგანი სიმეტრია გამართლებულია ნაგებობის ფუნქციური დანიშნულებით. ზოგადად სახვითი ხელოვნების ფორმათა შინაგანი სიმეტრია გარეგნულად იმითაა გამართლებული, რომ წარმოადგენს ობიექტის შინაარსის შესაფერი სტრუქტურას. რეალობა მოვიდოდოთ პლატონისა და არისტოტელეს თეორიები, მით უმეტეს, რომ მიბაძვაზე თავად კორბუაძეც ამბობს, ძველი ბერძნების ხელოვნებაში გეომეტრიული სიმეტრიის აბსტრაქტული სისტემა, როგორც კომპოზიციის შინაგანი სტრუქტურის აგების მეთოდი, გარემომცველი რეალური სინამდვილის კომპოზიციის მიბაძვის პრინციპით იყო გარეგნულად გამართლებული. ძველი ძეგლების ზედაპირული მიბაძვა კომპოზიციური შემოქმედების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, მიბაძვის პრინციპის ერთგულება ფორმათა განზოგადების დროს, როდი წარმოადგენდა განკერძოების ფორმალურ პროცესს. პირველ თავს სერგო კორბუაძე შემდეგნაირად ასრულებს. ფორმის განზოგადების ხარისხი რეალისტური ნაწარმოების შინაარსითა და სახით არის ნაკარნავებული. მონუმენტური გამოსახულების კრედით განზოგადების სახე სიმეტრიის თანახმად შესაბამის განზოგადებულ ფორმებს მოითხოვს, რაც უფრო კონკრეტულია შესაქმნელი ნაწარმოების სახე, მით უფრო მეტი თავისუფლება ენიჭება კომპოზიციის იმპროვიზაციული გადაწყვეტის სექტორს. ხატვის მიდრეკილება ამ რომელიმე ტიპის შემოქმედების მიმართ განისაზღვრება მისი ნიჭის თავისებურებით, მონუმენტური ან დასავლური ხელოვნებისკენ მიდრეკილება. კორბუაძე ვარაუდობს, რომ ძველ დროში ზუსტი მეცნიერებათა ყველა სფერო ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. ის მიმოიხილავს იმ დროის მეცნიერთა ნაშრომებს, მათ შორის ნიკოლაი ბრუნოვის ანტიკური და შუა საუკუნეების პროპორციები, ერნსტ მესერის პროპორციები ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში. ის იზიარებს მათში წამოჭრილ აზრს, რომ პროპორციის პრობლემა წამოიჭრა რენესანსის ეპოქაში, მანამდე ეს ტექნიკური და რელიგიურ-მაგიური პრობლემა იყო, რადგან არქიტექტურა რელიგიურ მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა ზოგჯერ მესერის ანალიზს და ეპოქის ნახაზებს ზერერეს უწოდებს. ეს ტრადიციული რელიგიურ-მაგიური ფაქტორები არ წარმოადგენენ მეთოდს, რადგან ის წმინდა სახით, როგორც თვითონ უწოდებს, აგების რაციონალურ ინსტრუმენტს, ანუ გეომეტრიულ სისტემას გულისხმობს. კორბუაძე ასევე იხსენიებს ჯეი ჰენრიჩის დინამიკური სიმეტრია არქიტექტურაში, მანტელდა გრიკას პროპორციების ესთეტიკა უნებასა და ხელოვნებაში, ჰერმან გრიმის პროპორციულობა არქიტექტურაში და ეთანხმება აღწამოჭრილ მოსაზრებებს, თუმცა მათაც ხშირად სქემატურს უწოდებს და ძალიან საინტერესო იქნება იმის გარდა, რატომ უწოდებს მათ სქემატურს, ალბათ მის ნაშრომში უფრო ცვლად ხდება ეს კრიტიკა. მცხეთის ჯვარზე, რომელზეც ის ამტკიცებდა, რომ ირაციონალური პროპორციით იყო აგებული, მხატვარი წერს, ძველი ოსტატების ტრადიცია მიენიჭებდნენ არქიტექტურის აბსტრაქტული ფორმებისთვის, გეომეტრიული სიმეტრიის, რიცხვებისა და თემებისთვის სიმბოლური და თვისებრივი მნიშვნელობა, პითაგორასთან მსგავსად. გადამწყვეტი აღმოჩნდა მცხეთის ჯვრის არქიტექტურის ასიმეტრიის მიზეზთა განსაზღვრად. ეს მიზეზები ჯერჯერობით უპრეცედენტოა. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კორბუაძე განიხილავს თავის ნაშრომში, ეროვნული ხელოვნება, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ესთეტიკას, სადაც ახსნა ფოლკლორული ტრადიციების ვიზუალური ფორმების უნიკალურობა განპირობებულია განვითარებისა და ჩამოყალიბების განსხვავებული პირობებით, რაც უფრო მძლავრია პოტენციურად კლასიკური ხელოვნების ტრადიციები, მით უფრო დასასრულია ამ ტრადიციასთან ზიარებული ცალკეული ნაციონალური ხელოვნებათა მრავალფეროვნების შესაძლებლობანი.
და მის ჯერჯერობით ფინალურ მესამე თავში სერგო კოპულაძე ასრულებს და მეც ამ კრიტიკული მოსაზრებით დავასრულებ, რომ მოდალური სისტემის ელემენტარული ხასიათი აგების პროცესის სიმარტივე ბუნებრივად ქმნის იმის საფუძველს, რომ ვიგულისხმოთ ეს სისტემა ყოველთვის წინ უსწრებს გეომეტრიული სისტემის შექმნას. მეორე მხრივ მოდალური სისტემისკენ მოbrunება მხოლოდ იმისნით, რათა აგების პროცესი გამარტივდეს, რაც ელინიზმის პერიოდში მოხდა, მოწმობს ტექნიკურ შესაძლებლობათა დაკრძალვას, რაც მეტნაკლებად ყოველთვის თან ახლდა ძველ სამყაროში კლასიკური ხელოვნების დეპრეციის.